ლანდშაფტის დიზაინი, როგორ შევარჩიოთ მცენარეები, როგორ დავგეგმოთ ბიუჯეტი და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით გავალამაზოთ ჩვენი სივრცე, ბინაში, აგარაკზე, ეზოში, ოფისში. რადიო იმედის დილის არხის ეთერშია რუბრიკა მწვანე რჩევები. ელისო ხარჩილავასთან ერთად. ეთერში დაგიბრუნდით გადაცემით მწვანე რჩევები ელისო ხარჩილავასთან ერთად, როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ, ინგლისური ბაღები. საინტერესო ამ ბაღების ისტორია, ზოგადად განვითარების ეტაპები, დღევანდელ დღეს როგორ გამოიყურება ინგლისური ბაღი. რა თქმა უნდა, მცენარეებზე საინტერესო ანალოგიც რო გავატაროთ დავშვათ სხვა ქვეყნების ბაღებთან, მოკლედ ძალიან ბევრი საინტერესო რამ არის სასაუბრო. ელისო, გამარჯობა. მადლობა ჩვენთან ერთად ხართ. და ესე მგონია, როდესაც ზოგადად ბრიტანეთს საუბარი ყველაფერი არის უფრო კლასიკისკენ გადახრილი, ასე მგონია რომ ბაღებიც ასეთი ექნებათ. ოთხოში არა, ხო, კი ბატონო. მოდი ისტორიით დავიწყოთ, საინტერესოა. კი ბატონო, ჩვენ ბევრჯერ გისაუბრია სხვადასხვა სტილისტიკაზე და რატომღაც ეს ინგლისური ბაღი მიმრჩასავით, მაგრამ ნამდვილად ეგრე არ არის, იმიტომ რომ ინგლისური ბაღი, ну კი, ჯერ რა თქმა უნდა, ფრანგული და იტალიური ბაღები იყო. და გვიან უფრო აი მე-17 საუკუნის დასასრული, მე-18 საუკუნის დასასრულისკენ უფრო იღებს, ასე ვთქვათ, და თავის ხმა სიტყვას ამბობს ინგლისური სტილის ბაღები. ანუ ეხლა აი თქვენ როგორც თქვით, ხო, კლასიკური სტილის. არა, ინგლისურმა ბაღმა პირიქით დაანგრია ეს გეომეტრია. ხო, კონსერვატორები რა ბრიტანელებისგან მიყვირს. აი ხო რა ის არის, ხო, განსხვავება. პირიქით ინგლისურმა ბაღმა გადახედა, ასე ვთქვათ, ფრანგულ ბაღებს, გადახედა იტალიურ ბაღებს და თვითონ შექმნა თავისი ბაღები. ამ საფუძველი, რა თქმა უნდა, ეგ აქვს, მაგრამ ნახეთ როგორ გააკეთა, საერთოდ გეომეტრია და სწორხაზოვნებას დაანგრია უარი თქვა. თუ ჩვენ არ გვისაუბრია ფრანგულ ბაღებში და იტალიურ ბაღებში, აი გაზონი და ცენტრი გაზონია და მის გარშემო მცენარეები, ინგლისურმა ბაღმა ზუსტად ეგ გააკეთა. ანუ წარმოიდგინეთ ინგლისური ბაღის სტილის როგორია, შუაში აუცილებლად ეს გაზონი უნდა იყოს. ამ გაზონი წრიული ფორმა იქნება თუ ასე ვთქვათ დაკლაკნილი ფორმა იქნება, მარტივად კიდევ ლობიოს ფორმა იქნება, ამას არ აქვს მნიშვნელობა, თვითონ გარემოება როგორ გაძლევთ საშუალებას იმის და მიხედვით და გარშემო მცენარეები. და ეს მცენარეები ახლა როგორ? იქ ფრანგებთან გაკრეჭილი მცენარეები და სწორხაზოვანი და ჯარისკაცული დავარცხნილი. არა, აქ ამან დიდი ხეები. აი როგორც არის მუხა, სადღაც აი ტრიალ მინდორში, გაზონზე რაღაცა ერთი დიდი ხე უნდა იყოს აუცილებლად. თუ ახლა მუხის ადგილი არა გვაქვს ჩვენ ტერიტორიაზე, ჩვეულებრივი ხე, ოღონდ არა გაკრეჭილი, არა ფორმირებული და ქვემოთ კიდევ უკვე აი 1000-ნაირი მცენარეებით, მაგრამ ეს 1000-ნაირი მცენარეები როგორ, ამასაც თავისი სპეციფიკა აქვს, როცა კომპოზიციას ვაკეთებთ. აი ხშირად შევს ტრენინგებზე ვამბობ, აჯამსანდალი, გემრიელი აჯამსანდალი. ყველა სხვა არ გამოსდის ეს აჯამსანდალი, კარგი, ხო? მაგრამ ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ თქვენს რეგიონში, სადაც კეთდება ეს ინგლისური ბაღის, აუცილებლად ყველაფრის გამოყენების უფლება გაქვთ. სასურველია, მაგრამ აქ არის ესეთი ნიუანსები, ფერები, გასათვალისწინებელია, ესეთი ჭრელა-ჭრულა, უხეში ჭრელა-ჭრულა არა. ფერები უნდა იყოს, მაგრამ გარდამავალი. შეიძლება მონოქრომული ბაღებიც გაკეთდეს. მონოქრომული რას ნიშნავს? აი ერთ ფერზე. არიან ძალიან ბევრი, რომ აი მარტო თეთრი ბაღები მოსწონთ. არის 1-2-3 წლის წინ იყო მოდაში, ასე ვთქვათ, იასამნისფერი ბაღები, წითელი ბაღები, რაღაც ვარდისფერი ბაღები. და ეს ყველაფერი, ეს ფერები უნდა შეურიო, რომ ეს მოყვავილო მცენარეები შეარჩიოთ. გარდა ამისა, აუცილებელია კალენდრის დაცვა. კალენდრის დაცვა რა? სეზონურობა. ადრიანი გაზაფხული და გვიან შემოდგომამდე ამ ინგლისურ ბაღებში რაღაცა საინტერესო უნდა იყოს, რაღაცა მოყვავილი აუცილებლად უნდა იყოს. ეგ არ არის ისეთი ბაღი. ან დარგვის პროცესში სეზონზე ამას გაითვალისწინეთ. აუცილებლად. ან ეს უნდა ყვაოდას.
უნდა ყვავდეს. რომელიღაც უნდა ყვავდეს აუცილებლად. აი ეგ არის ზუსტად ხიბლი ინგლისური ბაღების. ჩვენ იტალიურ ბაღებში ახლა სიმწვანე ზამთარში როგორ ვინარჩუნებთ, ხო, ბორდიურების ხარჯზე, მარადმწვანეების ხარჯზე და ახო ინგლისურ ბაღში ბორდიური არ აქვს ჩვენ. ესე იგი რაზე უნდა გააკეთო აქცენტი? მოყვავილეებზე, მცენარეებისაგან უნდა გააკეთოთ აქცენტი და თან ყველაზე საინტერესო რა არის, იცით? იარუსებია ინგლისურ ბაღებში. ხო, პირველი იარუსი, საშუალო იარუსი და დაბალი იარუსი. ესეც აუცილებლად გასათვალისწინებელია. ჩაგიკითხებით ელისო, ანუ როდესაც ინგლისური ბაღის გაშენება გვინდა დაუშვათ, ანუ იარუსება თუ ესე იგი ტერასისებრი განლაგება უნდა კონდეს ტერიტორიას. კი, საერთოდ ინგლისური ბაღები სივრცეს მოიცავს. აი სივრცობრივი არის ძალიან. იმდენაირი მცენარების დასმა შეგიძლია, რომ ეს პატარა ადგილას ვერ მოხერხდება ინგლისური ბაღები, ყოველთვის კარგია, აი მინიმუმ 300 კვადრატიდან 200 კვადრატიდან უკვე შეიძლება დიდი ხეები არ ჩასვა, მაგრამ მცენარების ხარჯზე ეს გააკეთო. მეორე იარუსის მცენარები, ანუ ირმის რქის დონის მცენარებით, რომ შეიძლება გავაკეთოთ. ხო, ირმის რქის გარდა არის როგორც მარადმწვანეები, ასევე ფოთოლმცვენი მცენარეებიც. ეს არ აქვს საინტერესო. მე აი ერთი შეხედვით რომ ნახოთ, ხო, ინგლისური ბაღები, იტყვით რომ ეს არის ყველაზე საკამათო კი არა, აი კითხვის ნიშანია გასაკეთებელი, რთული გასაკეთებელი, რომ ბუნებრივი უნდა იყოს მაქსიმალურად. ბუნებრიობას. აი თითქოს ადამიანის ხელი არ არის აქ ჩარეული. აი ეს ტენდენციაა. მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ ინგლისურ ბაღებზე, განსაკუთრებით გამოიკვეთება, ხო? ეხლა გამახსენდა სადღაც ამოვიკითხე. მიუხედავად იმისა, რომ მეგონა უფრო კლასიკისკენ არის გადახრილი. ხო, ბუნებრიობა მეტია. კი, ბუნებრიობა მეტია არის. თუმცა, როდესაც ბუნებრივია ბაღი, ყველაფერი შერეულია ერთმანეთში, ხო? კი, როგორც მარადმწვანეები, ფოთოლმცვენები, მოყვავილეები და აი ფერები. მაგრამ აი ამის გაკეთება ალბათ ამის შექმნა სირთულესთან არის სირთულე. აი ალბათ დიდი დრო უნდა. დიდი დროს უნდა, იმიტომ რომ საფიქრალია იქ ყველაფერი. ეხლა ფრანგულ ბაღებში ვიცი რომ რაღაცა კლასიკური სტილი და მწკრივში უნდა ჩავსვათ ეს მცენარები. აქ ეს მწკრივობა არ გამოდის. აქ ესეთი ტალღისებურად, ასიმეტრიულად. აქ ბილიკებიც ზუსტად ეგ არის. ეხლა ჩვენ ბილიკები გვაძლევს სტრუქტურას, ხო? ბილიკებიც აი დასხმული და კლასიკური ბილიკი არა, უფრო მაქსიმალურად ბუნებრივი ქვებისგან და ტალღისებურად რომ მიდის ეს ბილიკები, ეგ არის მთავარი და კიდევ ძალიან თუ ადგილი გვაძლევს იმის საშუალებას, გუბურები. ინგლისურ ბაღებში არის ეს დამახასიათებელი და იმ გუბურებშიც მცენარები უნდა იყოს აუცილებლად. ეს გუბურების თემა, მე გუბურებზე ხიდების თემა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ. თაღები, აი ძალიან უხდება ინგლისური სტილის. თუ არის ეხლა ტბა ბუნებრივად და რაღაცა, ნუ ეს არაჩვეულებრივია და ტერიტორია თუ გვაძლევს ამის საშუალებას. თაღები აი გიჟდები, ანუ ეს თაღები რა საოცრება არის, კი ბატონო. ზუსტად ამ თაღებს ეს თავისი ხვიარა მცენარეებით, აი საოცრება არის და ყველაზე კიდევ თუ ტერიტორია გვაძლევს ამის საშუალებას, აი ესეთი საიდუმლო ოთახები. ანუ ამ თაღების ქვეშ სადღაც იქ წიგნი რო წაიღო, ან ლეპტოპი რო წაიღო და მიყუჩებულად შვიდა წყდარად რო იყო. აი ეგ არის ინგლისური ბაღის არსი. თითქოს და მიიმალები და შენ სამყაროში ხარ, მარტო ხარ, მყუდროდ ხარ, ხო, კი ბატონო. ცოცხალი ღობები, რა თქმა უნდა, ევროპულ ბაღებს ყველას ახასიათებს და არც ინგლისური ბაღი არ არის გამონაკლისი. ცოცხალი ღობები ძირითადად მიიღება მარადმწვანეებისაგან, ხო, შენი საზღვარი რო დაიცვა, იმის შემდეგ გაზონი აუცილებლად ეს არის ინგლისური ბაღი, ცოცხალი ღობე, გაზონი და მერე უკვე დანარჩენი თქვენი გემოვნებით და კლიმატური პირობებიდან გამომდინარე. სადაკეთება მას დასავლეთ საქართველოში აკეთებ თუ აღმოსავლეთ საქართველოში აკეთებს, თავისი სპეციფიკა აქვს, ხო? ზოგადად ეხა ბრიტანეთი უფრო მაინც ცივია, ნისლიანია და შესაბამისად ალბათ, როდესაც ეხა მცენარეებს რგავენ, გათვალისწინებულია კლიმატი და აი ჩვენთვის რამდენად მოსახერხებელია ჩვენთვის არის აი ძალიან კარგად
მოსახერხებელი, იმიტომ რომ ინგლისური სტილის ბაღები ვარდების გარეშე წარმოუდგენელია და ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი ადამიანია და მსურველია, ვინც ვარდები უყვარს და ვარდებია ეზოებში. აი თავისუფლად შეუძლიათ აი ინგლისურ სტილზე წაიყვანონ ეს თავიანთი დაგეგმარება. ვარდები კი თან ინგლისური სტილის ბევრი ძალიან ბევრი ვარდები არის. ერთ-ერთ გადაცემაზე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ვინც არის ოსტინის ბაღები, მაგასაც ვისაუბროთ და საინტერესო იქნება. ხო, ვინ იყო ეს ოსტინი და ხო, რატო გავრცელდა და რატო ვგიჟდებით ყველა ამ ოსტინის ვარდებზე, ხო? ამაზეც რა თქმა უნდა ვისაუბრებთ. აქ ინგლისურ ბაღებში კიდევ რა შეგვიძლია ჩავთოთ? აი, სხვადასხვანაირი ფიგურები. აი ჯუჯებიდან დაწყებული ბაყაყები ახლა გედები, ზღაპრული გმირები კი ფერიის ბაღები შეგვიძლია გავაკეთოთ. აი იმდენ შესაძლებლობას გვაძლევს ეს ინგლისური სტილის ბაღები, რომ ყველა გემოვნების ადამიანს აკმაყოფილებს და საინტერესოა, რთულად გასაკეთებელია და თან იმაზე გაქვს გათვლა, რომ 12 თვე ამ ბაღში საინტერესო უნდა იყოს და გაზონი უნდა იყოს ყოველთვის ხასხასა მწვანე ლაჟვარდისფერი და რაღაც და ესეთი უნდა იყოს ეს გაზონი. გაზონი თუ გაქვს თქმულებებიც არის ერთმანეთს რო ხდებიან თურმე ბრიტანელები, ერთმანეთს ეჯიბრებიან თურმე აი შენი გაზონი როგორია, აი ჩემი გაზონი. უფრო ამაზე საუბრობენ თურმე მე ასეთი სამაქსო და ელისო, აი რა შეეხება მცენარეებს და აი მოყვავილეს რომელ მცენარეებს ანიჭებენ უპირატესობას? აი ნახეთ არის რომელიმე და არა განსაკუთრებული არაფერი არ არის უფრო გათვლილი არის კლიმატურ პირობებზე და რეგიონზე სად კეთდება ეგ მცენარე ეს ბაღი იმის და მიხედვით ნუ რა თქმა უნდა ეს ახლა როგორც მე ბაღები ასევე ლანდშაფტის დიზაინერები რა თქმა უნდა ამას ყველაფერს ვითვალისწინებ და ამის და მიხედვით ვარჩევთ ამ მცენარეებს ხო მცენარეების არჩევანი ძალიან დიდი არის ჩვენს ქვეყანაში ასე ვთქვათ ძალიან კარგად განვითარდა ეს მიმართულება სანერგების მიმართულება შეგიძლიათ აი ადრიან გაზაფხული და რა უფრო ძირითადად ბოლქოვნები იწყებენ მერე ვარდები შემოდის მერე შემოდგომით უკვე ქრიზანთემა შემოდის და ზამთრის სტრუქტურას მაინც უკვე მარადმწვანეები აკეთებენ და აი ეს არის მთავარი არის მოვლილი იყოს ეს ანუ ნახეთ ეს მცენარები უხვად არის ჩარგული ინგლისურ სტილის ბაღებში სიუხვე არ ნიშნავს რომ მართლა რაც მინდა ყველაფერი გავაკეთოთ თავისი არეალი მცენარის ზრდადობა მცენარის ტემპერამენტია გასათვალისწინებელი ხო ვინ უფრო სწრაფად იზრდება ვინ უფრო ნაკლებ სწრაფად იზრდება ის არ უნდა ჩაიკარგოს აქ და ეს იარუსები რასაც რაც მითხარი ტერასული განლაგება ზუსტად ეგ არის მთავარი რომ უკანა ნაწილში რაც მცენარები გაქვს ის წინ ჩარგულმა მცენარემ არ უნდა გადაფაროს ის იმიტომ გაქვს უკან რომ იმან უნდა შექმნას ხედი ასე ვთქვათ ძირითადი ბაღის ეს იარუსები აუცილებლად დასაცავი არის ინგლისურ ბაღებში და ნუ განთქმული მცენარეები საოცრება არის ეს ხიარები ვისაუბრეთ ამაზე აი გარდავარდების აკლემატისები მარადმწვანეები ძალიან დიდი არჩევანია თუ ამის საშუალებას გაძლევთ თქვენ ტერიტორია რატომაც არა ყველაფერი შეიძლება რომ გაკეთდეს და თანამედროვეობაში ხა ჩვენ ძირითადად ხო უფრო მეტი მოთხოვნა არის ინგლისური სტილის ბაღებში. აი ზუსტად ეს მაინტერესებდა და საქართველოში რამდენად მოთხოვნადია. ძალიან მოთხოვნადი არის, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან გვიყვარს გაზონი, გაზონის კულტურა და გაზონის გარშემო უკვე ვარდები და ვარდებთან. ანუ დამკვეთი ხშირად ითხოვს ინგლისურ ბაღებს. უფრო ძირითადად არის ეს ინგლისური სტილის ბაღები. აქ კიდევ შეგიძლიათ აი საბაღე ავეჯის შეტანა. ხო, ეს ძალიან საინტერესო არის, ხო, ის საღამობით რომ მოჯდეთ და რაღაც განათება. ძალიან ლამაზია და 1000-ნაირი საშუალება არის ეს განათება ღამის ეფექტების შეიძლება რომ გაკეთდეს მზის აჟურული
განათებაზე შეგიძლიათ რომ ანუ ეს მცენარე გაძლევს ამის იმას საშუალებას რომ ეს მზის ჭრდილები შენს მდელოზე როგორ განათებას მიიღებ და აი ძალიან ის არის აი საერთოდ ინგლისურ ბაღებს ეძახიან კიდევ რომანტიკოსების ბაღებს კი ხელოვანი ადამიანებისთვისაც არის ეს ინგლისური ბაღები შთაგონების წყარო და აი გემრიელი ბაღია აქ ხო კიდევ რა გამორჩა ხეხილის ჩასმა შეგიძლიათ ამ ინგლისური სტილის ბაღებში და მაინც რომელი ხეხილი უხდება უფრო დაბალი ჯიშის ხეხილოვანი აი ვაშლი იქნება მსხალი იქნება რაც მოდის რეგიონში ნუში ჩვენთან ბროწეულის ჩასმა შეგიძლიათ ბროწეული მე მგონი ყველა ბაღს უხდება კი ბატონ აი თუ იქ კლასიკურ ბაღებში ფრანგულ და იტალიურ ბაღებში ხეხილისგან თავს ვიკავებთ აქ ინგლისური სტილის ბაღებში ეს თავისუფლად შეგიძლიათ რომ გააკეთოთ. ახლა ხეხილის ზონა შეიძლება საერთოდ ცალკე გააკეთდეს, მაგრამ რაღაცა ნაწილებში შეიძლება თუ ყვავილობა აქვს ლამაზი, ვიცით რომ ვაშლი, წითელი არის ისეთი ჯიშები, რომ ულამაზესი ყვავილობა აქვს, ხო? ვაშლის ხეს, მსხლის ხელს, დეკორატიული მსხალი მით უმეტეს, ალუბლები შეგიძლიათ რომ დაასვათ აქ და საკურა თავისთავად არის და არის მე ყველა ბაღის სიამაყე არის კი ბატონო კი ისე საინტერესოა ტერიტორია შეიძლება არ აქვს ადამიანს დიდი ტერიტორია და უნდა ინგლისური ბაღის გაშენება რამდენად შესაძლებელია გამოვრიცხავ კი ნახეთ როგორ არის ინგლისური სტილი ასე ვთქვათ ქოთანში შეგვიძლია მივიღოთ ანუ ნახეთ აი მარცვლოვანი კულტურა უხდება კიდევ ძალიან ინგლისური სტილის ბაღზე ეს მარცვლოვანი კულტურას როგორც ვიცით ქოთანში ძალიან კარგად არის და ფერადი ყვავილებთან ერთად ეს მარცვლოვანები ძალიან ლამაზი გამოდის ხოლმე კი როგორ არა შესაძლებელია თუ აი მაინც გაზონიც გვინდა და რაღაცა ნაწილში რომ ეს გემრიელი ყვავილობის კუნძული რო გავაკეთოთ კი რა თქმა უნდა შესაძლებელია კი ბატონო და აი დასაწყისში საუბრის თქვენ აღნიშნეთ რომ ესეთი ინგლისური ბაღი შეიქმნა ისე რომ დავუშვათ იქ შეიქმნა იტალიური ფრანგული და მე ინგლისელებმა ხო თავიანთი სიტყვა თქვეს თუმცა გავლენა იქონიეს მსოფლიოში და მაინც აი რომელ ქვეყნებზე გავრცელდა ესე უფრო მათი გავლენა და მიბაძეს რომელმა ქვეყნებმა ინგლისურ ბაღებს ანუ რატო აიტაცეს ეს ინგლისური სტილის ბაღი რადგან აქ შეგიძლია შენი სურვილიდან გამომდინარე ყველაფერი გააკეთო და მაქსიმალურად ბუნებრიობა და ეს ადამიანებს რატომღაც შინაგადად ყოველთვის მოსწონთ ხო ბუნებრიობასთან ახლოს და აიტაცეს სამეზობლო ქვეყნებმა აიტაცეს ასე ვთქვათ უკრაინამ ნუ აი ჩვენ სამეზობლო ქვეყნებიდანაც აიტაცეს და უფრო განსაკუთრებულად ამერიკაში აი country სტილი ამერიკულ სტილსაც რო ვეძახით აი საფუძველი ეს ინგლისური სტილის ბაღები უდევს მაგას ანუ country სტილი რა არის ხო ეს სოფლის სტილი ასე ვთქვათ ბუნებრიობის სტილი აი თითქოს როგორ არის იცით ადამიანებს მაინც გვაწუხებს ხო როცა აი რაღაც კლასიკურია და რთული მოსავლელია და ეს ინგლისური ბაღები უფრო მარტივი მოსავლელია. ხო, და ეს არის რომ მოვლის თვალსაზრისით, ანუ აი იმ სირთულეებს, რასაც გულისხმობთ, რას გულისხმობთ იმ სირთულეებში და რას არის აცდენილი ინგლისური ბაღი? კი ბატონო, ნახეთ სირთულეები რა. ეს ფერთა გამის გათვალისწინება არის სირთულე. მცენარის აქ უნდა იცოდეთ მცენარე 5 წლის მერე რას გააკეთებს, 10 წლის მერე რას გააკეთებს. ანუ მცენარები უნდა იცოდეთ ძალიან კარგად. მერე კი ვთქვით ჩვენ მრავალფეროვანი მცენარებისგან შედგება ეს, მაგრამ ის მცენარე როგორი აგრესიულია. ზოგი მცენარე ვიცით რომ ჩაგრავს სხვა მცენარებს და თვითონ ვითარდება. აი ეს ყველაფერი არის გასათვალისწინებელი, ხო? იმიტომ რომ ნახეთ აქ როგორ არის, აქ ჩვენ შერეული სტილს ვაკეთებთ, ხო? ყველა მცენარებს, მაგრამ ეს მცენარები ერთმანეთთან მეზობლობაში როგორ არიან. აქედან ეხლა მე მომეწონა და ჩავსვი ეგრე არ არის ხო მეორეა რამდენად შეუძლებს მეზობლობა ის რაც გვაქვს ჩვენ დაგეგმარებული რა სურათიც უნდა მივიღოთ იმის და მიხედვით არის ეს მცენარების შესარჩევი რადგან მრავალფეროვან მცენარებზე ვსაუბრობთ
აი ზუსტად ეგ არის, აი უფრო მეტი დაკვირვება ჭირდება ინგლისური ბაღის გაკეთებას, უფრო მეტი ცოდნა ჭირდება და უფრო მეტი ხედვა. და რაც შეეხება განვითარების ეტაპებს და ამით დავასრულოთ საუბარი, რამდენად განვითარებადია და რამდენად დაუშვათ იცვლება ინგლისური ბაღის თუნდაც სტილი, იმიტომ რომ ყველა ეპოქას თავისი მოთხოვნა აქვს და ბუნებრივია რაღაცა გარკვეული ცვლილებები შედის, ხო? კი ბატონო, ამისი კარგი მაგალითი არის ეს პანდემია, რაც გქონდა, ხო? პანდემიის შემდეგ ზუსტად აი ეს ინგლისური სტილის ბაღებისზე იყო მოთხოვნა. ამ ინგლისური მარტო დეკორატიული ნაწილი არა, აქ უკვე შემოვიდა ბოსტანი. ანუ საკვები, ასე ვთქვა და აი ეს ინგლისური სტილის ბაღს შემადგენელია. უკვე როგორ არის, აი თუ ინგლისურ ბაღს აკეთებ, იქ სადღაც რაღაცა ბოსტანი უნდა გქონდეს. ძალიან საინტერესოა. ძალიან ახლა იტალიურ სტილის ბაღში ბოსტანი წარმოუდგენელია და ფრანგულშიც არა. ხო, ნუ რაღაცა. და აი ზუსტად ეგ არის, რომ ინგლისური სტილის ბაღებში ეს ბოსტნის თემა არის, აი ძალიან ესეთი, კი, ხეხილის კულტურა, ბოსტნის კულტურა, მრავალფუნქციურია შეიძლება. აი ზუსტად აი პანდემიის მერე მრავალფუნქციური გახდა და ადამიანებმა უკვე ესე ინგლისური სტილის ბაღების გაკეთება აივანზეც დაიწყეს, ქოთნებშიც დაიწყეს. როგორც მარცვლოვანი, აქ აუცილებლად ბოსტნის თემაც იყო შემოტანილი და უფრო აი ფუნქციონალური გახდა. მარტო დავჯდე და უყურო არა, სარგებელიც უნდა მივიღო. კარგი, ძალიან კარგი. დიდი მადლობა ესეთი საინტერესო საუბრისთვის. ჩვენ ინგლისურ ბაღებზე ვისაუბრეთ და როგორც ელისომ აღნიშნა, შემოგო 4 შაბათს უკვე ოსტინის ბაღებზე ვისაუბრებთ. სელექციონერი იყო და რა ვინ იყო ეს ადამიანი და რატო გავრცელდა და რატო გიჟდებით ამ ოსტინის ვარდებზე. და ზოგადად ხო რა მნიშვნელობა ქონდა, ანუ თუნდაც მის იქ იქნება სტილი იქნება თუ ის რაც დანერგა, ხო? ფაქტიურად ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო, მე მგონი, ხო? კი, ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო და ჩვენ ადრე ყავდა სტომარი, მე ვარდების დედოფალი, ასე ვთქვათ, იმანაც ესე ხაზი გაუსვა ოსტინის ვარდებს და ეს უფრო გავავრცოთ შემდეგ 4 შაბათს. კი ბატონო, ეს იყო გადაცემა მწვანერჩევები, რადიო მედის სტილის არხი, აგრძელებს მაუწყებლობას. მე მალე დაგიბრუნდებით დროებით.